საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ნიუ-იორკში კონკორდიას სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა შეხვედრას, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი უძღვებოდა პოლონეთისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტების ესწრებოდნენ. საუბრის მთავარი თემები კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მხრიდან მოსაოდნელი საფრთხეები იყო. დღეს ვისაუბრებთ სამ გამორჩეულ პიროვნებასთან ერთად, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ გარდამავალ პერიოდს თავიანთ წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. ამ წარმატებისთვის შემთხვევით არ მიუღწევიათ. ეს მათი ლიდერობის დამსახურებით მოხდა. ჩვენთან ერთად დღეს იმყოფებიან ალექსანდრე კვასნევსკი, ვაირა ვიკე ფრაიბერგა და ჩემი მეგობარი მიშა, რომელსაც შევხვდი, როდესაც ის ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. მაშინ მითხრა, რომ სურდა თავის ქვეყანაში დაბრუნება, რომ ის გაეთავისუფლებინა და მართლაც აქცია მან საქართველოს წარმატებულ ქვეყნად. შევარდნაძის მმართველობის დროს თბილისის ქუჩებში დაცვის გარეშე ვერ გაივლიდი. ახლა თუ იქ მოხვდებით, დაგხვდებათ აღდგენილი და ლამაზი ქალაქი. ჩვენ უამრავი საფრთხის წინაშე ვდგავართ. უკრაინის პარალელურად რუსეთი სერიოზულად განიხილავს სამხედრო წინსვლას მოლდოვასა და კავკასიაში. ახალხან განაცხადეს, რომ აშენებენ გზას, რომ დაღესტნიდან საქართველოს გავლით ინტერვენცია აზერბაიჯანშიც განახორციელონ. რუსეთი აძლიერებს ძალებს აზერბაიჯანის დასაპყრობად. სახიფათო გზას გავდივარ და დიდი სიფრთხილე გვმართებს.